ვნახოთ, რას გეტყოდა ახლა. რას გეტყოდა? არაფერს თქმა არ უნდა. მაგრამ დასტის ბოლოს ორიანი თასია, ესე იგი თავს იკავებს სპეციალურად ემოციაზე. შეხვედრა რომ უნდა, შერიგება რომ უნდა, ვინც ვერ ხართ ისე, მაგრამ აზის თავის გრძნობებს და თან საკუთარ თავში ისეა გამტკიცებული, რა იბოდი პატარა გმირი როა და ყოჩახ შენ კიდევ გაუძელი ერთ დღეს რეალურად მართლა გაძლევაში ადამიანი იმას გეტყოდა რომ განგიხილავს სამომავლოდ, იმიტომ რომ შენში ხედავს პოტენციალს, ზოგადად სერიოზული ხარ, კარგი ხარ, ყველანაირად კარგი ხარ, მაგრამ მეტიც ხარ. შენ მასზე მეტი ხარ და რეალურად არ მინდა ხა არავის დაკნინება არ მინდა, მაგრამ შეიძლება ყველა ასე არ იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ თვლის რომ შენ უკეთესი იმსახურებ და საერთოდ ზოგადად უკეთესიც ხარ და მე დაკვირვებული ვარ სხვათა შორის იმას, რომ ბიჭები რომლებიც აცნობიერებენ, რომ გოგოს მეტი უნდა და თან თვალს დაადგამენ ასეთ კარგს, მე აი ესეთი რაღაცნაირად უარყოფითი აი ემოციას რო დაგაკლებენ, ყურადღებას რო დაგაკლებენ, სპეციალურად აკეთებენ, იმიტომ რომ აი აქვთ ეს ჭკუა, რაც დააკლდათ. ჭკუა აქვთ უფრო მეტი. იმიტომ რომ ამით უფრო გიმორჩილებენ, რომ დაგაინტერესონ, იმიტომ რომ ყველაფერი მის მერე საკუთარ თვითშეფასებასთან და უბრალოდ ეს მომენტია. იმას გეუბნება, რომ მოვა პერიოდი, ისეთი დადგება ისეთი დრო, როცა მე ყველაფერს ვიტყვი, რაც საჭირო იქნება, ოღონ გარკვეულ წილად აუცილებელს და არა რამე ისეც, რომ აი გადმოშალოს ახლა და რაც დადუმებული იყო, ყველაფერი რო ილაპარაკოს. ემოცია აქვს თქვენს მიმართ, მართლა უნდა შეხვედრა ამ ადამიანს თქვენთან, დაალაგება უნდა ურთიერთობის, თუმცა მე გეტყვით იმას, რომ იცი როგორ ურთიერთობა უნდა, თითქოს აი ის სახე რო კონდეს სტაბილურობის, მაგრამ საქმეზე ყველანაირად შეეტყობა, რომ ეს ყველაფერი ძალზე და არასერიოზულია. ანუ შენ გინდა, მაგრამ რატომღაც ვერ გიყურებ, მე ვერ გამჩნევ შენ ამას. მე ვერ გამჩნევ. რეალურად არ გინდა თუ არ შეგიძლია, სიტყვა არ შემიძლია ხო იცით არ არსებობს. არ გინდა თუ არ უნდა. ყველაფერი შეუძლია, მაგრამ არ უნდა. კომფორტის ზონაში ეს ძალიან კარგადაა. ძალიან კარგადაა. ესე იგი როგორი მომენტია, იცი? გიყურებ და კმაყოფილია. მაინც გიყურებთ. საღაციდან. როგორი განაწყენებული ხართ, ჩაფიქრებული ხართ მისი აზრით, გადაწყვეტილების წინაშე რომ დგეხართ, იმასაც გიყურებთ და გრძნობს და იმასაც აცნობიერებს და იმასაც გეტყოდა რომ მაინც ვათქმევით ხო ხედავთ. იმასაც გეტყოდათ რომ მე ვიცი რომ ძალიან დაგაზიანე, ნერვები მოგიშალე მინიმუმ, მაქსიმუმ მოგეყენე ზიანი, ემოციური ზიანი. აი ამას იტყოდა. საერთოდ რა თუ თქვენ გონიათ, რომ ეს ადამიანი პოზიცია შეცვლით, ზოგადად ამ სიგნიფიკაციას, როგორც მე ახლა შევხედე. თუ ძალიან მოუნდება ყველაფერს გააკეთებს, თორე და იცოდეთ, რომ იგივე პრობლემებს აწყდებით მასთან, გოგონებო. რა დავამატო? პაჟი. აი მცირედი მოქმედების და რაღაცა არასერიოზულობის იქეთ გოგონებო ჯერ არაფერს არ ელოდოთ მისგან. მაგრამ თუ თქვენ თვლით რომ არც ამას არ აკეთებსო, ესე იგი ამასაც გააკეთებს. ასია გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და